There will be two very different teams. ორ განსხვავებულ გუნდთან ვითამაშებთ. ფარერის კუნძულების ნაკრები უფრო ძალისმიერ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. ხოლო კაბო-ვერდეს განსხვავებული ფეხბურთელები ყავს და აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებენ. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის. ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრები პირველად ითამაშებს ქუთაისში და ეს ძალიან კარგია. ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის. ბათუმის და გორის შემდეგ ახლა ქუთაისში მივდივართ და ამით ბედნიერი ვარ. ფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელების დიდ ნაწილს დასვენება სჭირდებოდა. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ. ფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მათთვის თავისუფალი დროის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ სექტემბერში ისინი კარგ ფორმაში იყვნენ. ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატზე და მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გრძელი გზა გველის. 11 ფეხბურთელზე მეტი გვჭირდება და ამ მხრივ კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. საბა ხარებაშვილის ბევრი მატჩი ვნახე, როგორც დინამოში, ისე ასაკობრივ ნაკრებში. ის მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ უკვე გამოცდილი ფეხბურთელი ვითამაშობს. ეს იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მისი საქმეში ნახვა და პირადად გასაუბრება მსურს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ფიქრობ, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვექნება. ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია საინტერესო ფეხბურთელების აღზრდა. 21 წლამდე ნაკრებს ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი ყავს. რამასვანაძე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ევროპის ჩემპიონატზე მის გვერდში ვიქნები. ახალგაზრდული ნაკრების წარმატება იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება და შესაბამისად ევროპული კლუბების ყურადღებას იქცევს. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას ვერ დავესწრები, რადგან მატჩი საწვრთნელი შეკრების დაწყებას ემთხვევა. თუმცა აუცილებლად ვუყურებთ თამაშს. ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას უსურვებ, რადგან საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება დაუვიწყარი მოგონება იქნება მისთვის. ჩვენში მიზანია ყოველთვის რომ განვითარება სიახლეები, ყოველთვის როდესაც არის სიახლე, ყოველთვის მოყვება სხვადასხვა შეფასება რა ძალიან ნორმალური არის. ფიქრობ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის სულ ითამაშო, თქვა ითამაშო ერთი დიზაინის მასო მაისტროში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სიახლეები. მე ძალიან მომწონს ჩვენ ყველას, მაგიტომ შეიქმნა ასე რომ თქვა ასე გამოვიდა ხარ მაისტრი რომ ძალიან მოგწონს ჩვენ ყველა ძალიან ბევრი პოზიტიური და ძალიან კარგი შეფასება იყო, თქვა ასე ვთქვათ, ნეგატიური შეფასებას ნორმალური არის ყოველთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრისთვის ძალიან საყვარელი მაისური იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იქნება თამაშებზე ახალი მაისურები და მომავალში კიდევ უფრო მოეწონებათ ეს მაისურები. ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, რომ იმას ისინი განვითარდნენ, ასე რომ თქვა მომავალი საფეხბური დაგეგმილი იქონდე და უფრო იყვნენ წინ, მოგეხსენებათ თვალთა განათლება მამაში ეხმარება და B+ ალიცენზიას გადიან ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, კი, ბევრჯერ ქონა საუბარი, ასევე რამასვანაძესთან ქონდა საუბარი, უბრალოდ ფეხბურთელება ჯერ არ იციან, იმიტომ რომ სად ითამაშებენ, ასე რომ თქვა ზაფხულიდან, შეიცვლიან თუ არა ისინი გუნდს და რა თქმა უნდა, თუ მათმა თქვა ამის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დამატებითი გამოცდილება შეიძინონ და რა თქმა უნდა, ეს მათ ნამდვილად დაეხმარა მომავალში.